არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის ასპინძის მოსახლეობას ხვდება. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანი ინფორმაციის ადგილზე მიღება იმის თაობაზე, როგორ მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვების პროცესი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. როგორც ასპინძელები ყვებიან, ადგილობრივი პოლიციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტები დღესაც გრძელდება. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი დეტალურად შეისწავლიან ყველა კანონდარღვევას და იმ თანამდებობის პირს, რომლის ბრალეულობაც აღნიშნულ პროცესთან მიმართებაში გამოიკვეთება, სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისმგება. ჩვენ გვაქვს გამისმული ახალ 500,000-ზე მეტი ხელმომწერის სახელით შევიტანით პეტიცია განცხადება, რითაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ განმარტებას საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო ვადის შესახებ. დღეს როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციაში უამრავი მუხლები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეს პროცესი ქვეყანას ჩიხისკენ მიაქანებს. ასპინძის რაიონში არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. აშკარა და გამოკვეთილად ირღვევა ადამიანის უფლებები, რასაც ჩვენ აღარ შევეგუებით და კონკრეტულ შედეგებს, ანუ მათი უფლებების დაცვისთვის გადავდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, სწრაფად და მოქნილად.